საღამომშვიდობისა თქვენ უყურებდა უსმენთ პირდაპირ საუბარს რადიო მაესტროს ეთერში. საქართველოსა და რუსეთს 2008 წელს ჰქონდათ ომი, რომელსაც ამერიკის მედია ასე აღწერდა, როგორც დავითის და გოლიათის არაქსს. მამაცი პატარა საქართველო დავითის როლში იყო გამოყვანილი, ხოლო ძველ ბუას რუსეთს გოლიათის როლი მიაკუთვნეს. ალბათ იმის თქმაც საკმარისია, რომ რეალობა ბევრად რთული იყო. საქართველო ძალიან პროამერიკული ქვეყანაა და ერახსა და ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი ჰყავს. ეს კი ძალიან დაეხმარა თბილისს იმაში, რომ ეს ზღაპარი ამერიკულ მედიაში გაესაღებინა. ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი საუბრობს სტატიაში, რომელიც საქართველოსა და მის ლობისტებს შეეხება უცხოეთში. ამ თემაზე გადაცემის მეორე ნაწილში გიორგი მარგოლაშვილთან გვექნება საუბარი, მანამდე კი პირდაპირი საუბარი თია წულუკიანთან, რამდენად სანდოდ მიიჩნევენ თავისუფალი დემოკრატები დღეს გამოქვეყნებული აირაის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. ქაბოტონ თია, მოგესალმებით. გამარჯობა. დღეს გამოქვეყნდა აირაის კვლევა, რომლის მიხედვითაც თქვენს ლიდერს იქ ჩამოთვლილ ლიდერებს შორის აქვს ნდობის ყველაზე დაბალი რეიტინგი. კითხვაზე, ვინ არის ყველაზე სანდო ოპოზიციონერი ლიდერი საქართველოს მასშტაბით, პასუხები ასეთია: გიორგი თარგამაძე 22%, ბიძინა ივანიშვილი 21%, შალვა ნათელაშვილი 4%, ირაკლი ალასანია 3% უკაცრავად. ალასანიას ასევე ყველაზე ნაკლები, ანუ 2% აქვს მიღებული როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს. მე მაინტერესებს, შეგიძლიათ თქვენ თქვათ ასეთი შედეგის მიზეზი ახსნათ რაიმე ლოგიკით, თუ ფიქრობთ, რომ კვლევა უბრალოდ არ არის სანდო? მოგესალმებით. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებით და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევებს ჩვენ არასოდეს უნდობლობას არ ვუცხადებთ, მით უმეტეს თუ ეს ის ინსტიტუტებია, რომლებსაც თავიანთი არსებობის და საქმიანობის მანძილზე დაუმტკიცებიათ, რომ სერიოზული დაწესებულებები არიან. ამ კვლევასთან დაკავშირებით დადებით ის უნდა ითქვას, რომ უფრო მასშტაბური კვლევა ვიდრე აქამდე იყო, უფრო მეტი ადამიანი იქნა გამოკითხული და რაც ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ეს კვლევა ჩატარებულია სულ რამდენიმე 2-3 კვირის შემდეგ, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში მეტეორივით შემოიჭრა ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ახალი პოლიტიკური პოლუსის დაბადებას ასახავს ეს კვლევები და უჩვენებს ცალსახად, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ბლოკი, მასთან ასოცირებული პარტიები, მისი პარტნიორები დავარქვათ და ამ ადამიანის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური პერსონაჟები თუ პოლიტიკური პარტიები არიან ის რეალური ალტერნატივა, რომელიც შეცვლის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სანდოობას, თქვენ ბრძანეთ, რომ პირველ ადგილზეა გიორგი თარგამაძის ოპოზიციურ ლიდერებს შორის სანდოობის კუთხით. მე ამასთან დაკავშირებით არაფერი შემიძლია გავთქვა, გარდა იმისა, რომ არის ვთქვათ მისივე თანაპარტიელის განცხადებით ზოგიერთი პარტია, რომელიც ღირებულია, ზოგი არა, მაგრამ მე არ მახასიათებს ამგვარი შეფასებები. უბრალოდ ვიტყვი, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ყავს ისეთი მოკავშირე, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ყავს ისეთი მოკავშირე, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი. ძირითად მიმართულებებს რაც შეეხება კვლევის, მე მაინტერესებს რამდენად ეთანხმებით. მაგალითად, ამ კვლევაზე დაყრდნობით ჩანს, რომ ქვეყანაში არის პრაქტიკულად 3 სუბიექტი დარჩენილი, რომელსაც აქვს შანსი, რომ გადალახოს ბარიერი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ივანიშვილი და ეს არიან ქრისტიან დემოკრატები. ანუ მიგაჩნიათ, რომ მართლაც ასე იქნება, დაუშვათ ქრისტიან დემოკრატებს და ივანიშვილს და მის გარშემო დაჯგუფებულ პოლიტიკურ ძალებს თანაბარი შანსები აქვთ? ეს კვლევა არ აჩვენებს, რომ ივანიშვილის გარშემო შეკრებილ პოლიტიკურ ძალებს, ამაში მე მოვიაზრებ უკვე ივანიშვილის მომავალ პარტიასაც, რომელსაც მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის დაარფუძნებს მალე და მასთან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი პარტიები არიან მეორე ადგილას, თვითონ ბლოკი ასეთი ცნება არის იქ შემოდანილი და მესამე ადგილას არის ქრისტიან დემოკრატები. მე ვფიქრობ, რომ ეს დადებით ტენდენციას ასახავს, რადგან ჩვენ პირველივე დღიდანვე ვამბობდით, რომ მომავალი პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული, იქ უნდა იყოს გამოკვეთილი 2 ძლიერი ძალა, ერთი უმრავლესობით, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე ოპოზიციური ძალა, რომელიც არის კონკურენტუნარიანი და აგრეთვე უნდა არსებობდნენ სხვა პოლიტიკური ძალებიც და არ უნდა არსებობდეს არც ერთპარტიული პარლამენტი და არც ვთქვათ ერთმანეთთან დაპირისპირებული, ერთმანეთზე სასიცოცხლოდ, ასე ვთქვათ, გადაკიდებული 2 პარტია. მრავალპარტიული პარლამენტი არის ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ჩვენი გაგებით ოპტიმალური ვარიანტი და ამ ხრივ მე ამ
ასე ვთქვათ, მაჩვენებელს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ. აუცილებელია, რომ ქრისტიან-დემოკრატების სახით, თუ ეს სხვა პარტია იქნება მომავალში, ისინი ჩანაცვლებიან, იყოს მესამე ოპოზიციური ძალა პარლამენტში, რომელიც აბალანსებს დანარჩენ ორ ძლიერ მოცემულობას საკანონმდებლო ორგანოში. იგივე მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, ანუ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ელექტორატი წაართვა ოპოზიციას, ანუ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. სხვა შორის ამაზე საუბრობს იაგო კაჭკაჭიშვილიც, რომლის კვლევაც ხვალ გახდება უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა ის განსხვავებით აერაის კვლევიდან საუბრობს იმაზე, რომ ნაწილი ხმების ქრისტიან-დემოკრატებისაც წამოიღო ბიძინა ივანიშვილმა. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის, უკვე როგორც ივანიშვილის გუნდის წევრს გესაუბრებით ამ შემთხვევაში და საჭიროა მუშაობა იმაზეც, რომ დავუშვათ ნაციონალებს წაართვათ ელექტორატი. თუ ეს შეუძლებლად მიგაჩნიათ? ეს არამც თუ შეუძლებლად არ მიმაჩნია, ეს პროცესი მიმდინარეობს, ჯერ არის, ასე ვთქვათ, ჩუმი ფორმით, მაგრამ აუცილებლად მოხდება ნაციონალების ელექტორატის ასე ვთქვათ, მეორე ბანაკში გადასვლა, როდესაც ისინი მივლენ საარჩევნო ურნასთან, რა თქმა უნდა. მანამდე არ გამოჩნდება ეს თქვენი აზრით? ესენი არიან ამომრჩევლები, კვლევების დროს შეიძლება მათ გამოხატონეს აზრი, შეიძლება არა, ძირითადად ესენი მაინც არიან საჯარო მოხელეები და მათგან მოლოდინიმე არ მაქვს, რომ კვლევების დროს ისინი გულახდილად დააფიქსირებენ თავიანთ აზრს, მაგრამ ურნასთან როდესაც მივლენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საშუალო რგოლი საჯარო მოხელეებისა, რომელიც რეალურად ჩვენი სამშობლოსთვის საქმეს აკეთებს, აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებს, არჩევანს გააკეთებს განვითარებისთვის და არა რეგრესისთვის ან სტაგნაციისთვის. ისინი გააკეთებენ სწორ არჩევანს იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, სადაც დგანან ისეთი ფიგურები, როგორიც არის ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ ქაბოტონთია, მე გესაუბრებით ელექტორატზე, მოსახლეობაზე და არა დაუშვათ იმ ადამიანებზე, ვინც ნაციონალების გუნდში არიან და მოხელეებზე. არამედ მოსახლეობაზე. საჯარო მოხელეები არიან ელექტორატის ნაწილი და ისინი არ არიან ნაციონალების გუნდის წევრები. ისინი არიან სახელმწიფოს ნაწილი და არ არიან პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ეს უბრალოდ ნაციონალებმა მიგვაჩვიეს, რომ ვიაზროვნოთ სხვანაირად და ეს არ არის სწორი. ნაციონალებმა შექმნეს ისეთი სახელმწიფო და ამას ვუპირისპირდებით ჩვენ სწორედ და ეს აღნიშნულია სხვათა შორის სულ ახლახანს ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომ აღრეულია დღეს ჩვენთან ნაციონალების ბრჭყალებში წყალობით პოლიტიკა და სახელმწიფო. სახელმწიფო არის მოცემულობა, რომელიც არის მუდმივი, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, საჯარო მოხელეები და სახელმწიფო რჩება. ეს არის იმის თუმცა როგორც საჯარო მოხელეებსაც ცვლიან ხოლმე. სწორედ ეს არის ჩვენი წინასაარჩევნო ერთ-ერთი დაპირება, რომელიც ჩვენს უკვე პროგრამაში შევა საარჩევნო ბლოკისა, რომ არც ერთი საჯარო მოხელე, რომელსაც არ ჩაუდენია დანაშაული და ჩვენისი დანაშაულები ძირითადად მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ძირითადად. ის საჯარო მოხელეები, ვინც არის დიდი მასა, ვინც ემსახურება ქვეყანას ერთგულად, თავიანთ ადგილებს აუცილებლად შეინარჩუნებენ. ისინი აუცილებლად გააკეთებენ არჩევნების დღეს და არა კვლევების დღეს თავიანთ არჩევანს ისეთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, sadაც იდგებიან თავისუფალი დემოკრატები, sadაც იდგება ბიძინა ივანიშვილი და მისი მომავალი პოლიტიკური ძალა. მაგრამ ეს სხვა რამ მაინტერესებს? მე მაინტერესებს უბრალო ამომრჩეველი, განსაკუთრებით რეგიონებში, მაგალითად სამეგრელოში, სადაც ცნობილია, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს ნაციონალურ მოძრაობას და არა დაუშვათ ივანიშვილის პარტიას. უბრალოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც არის დღეს ივანიშვილთან და თვითონ ბიძინა ივანიშვილს. ამ მოსახლეობაზე როგორ აპირებთ მუშაობას? ანუ გაქვთ თუ არა იმედი, რომ ამ მომრჩეველს წამოიყვანთ თქვენსკენ? ჩვენ იმედი, რა თქმა უნდა, გვაქვს სამეგრელოს, როდესაც ვეხებით, იქ უნდა აღნიშნოს, რომ ერთი მაგალითია, მაგრამ თვალსაჩინო მაგალითი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი შიშის ფაქტორის კუთხით. არც ერთი რეგიონი ალბათ ისეთი დაშინებული არ არის, როგორც სამეგრელო, იმიტომ რომ იქ თავი მოიყარა ნაციონალების სხვადასხვა კლანმა, ხდება ერთმანეთთან დაპირისპირება და სამეგრელო იქნებოდა, მე თუ შემეკითხებოდნენ ამის შესახებ აზრს, ალბათ ილუსტრაცია სამაგალითო იმისა, თუ როგორი მაფიოზური და კლანური მმართველობაა საქართველოში. სამეგრელო არის ამისი თვალსაჩინო მაგალითი. იქ ერთი ნაციონალების კლანი დაბალანსებულია ნაციონალების მეორე კლანით, რომელთაც თავის მხრივ აკონტროლებს პრეზიდენტთან ან ვინმე ძალიან მაღალჩინოსანთან
და დაახლოებული ახლობელი ან დაახლოებული სხვა პირი ან ოჯახის წევრი. ეს არის კლასიკური მაფიოზური მმართველობის მაგალითი სამეგრელო. ამიტომ იქ მე ნაკლებად, კიდევ უფრო ნაკლებად მოველი, ვთქვათ, ამ მომრჩევლის გულწრფელობას კვლევისას და ურნასთან მისვლის დროსაც შიშის ფაქტორი იქნება დიდი. ჩვენ როგორ ვაპირებთ ამ პროცესების, ვთქვათ, შეცვლას? თუნდაც შიშის ფაქტორის მოხსნას ან შემცირებას. ჩვენ გვაქვს ორი გზა. ერთი ის, რომ ის რასაც ვაკეთებთ რეგიონებში სიარული, ეს რა თქმა უნდა თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი იარაღია, მაგრამ მარტო ეს იარაღი, როდესაც გაქვს, შენი სიტყვის სათქმელად რომ ვალდებული ხარ, ჩახვიდე და გლეხს პირადად დაელაპარაკო, ეს თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი იარაღია, მაგრამ როდესაც მარტო ეს იარაღი გაქვს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოცემული ქვეყნის პოლიტიკაში არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ მეორე იარაღი არ გვაქვს ჯერჯერობით ხელთ და იმედია, რომ ესეც გამოსწორდება, გულისხმობ მედიის თავისუფლებას. შეგიმცირდათ ეს იარაღი ვიტყოდი, იმიტომ რომ ის მიუკერძოებელი ტელეკომპანია, როგორც არის მაესტრო, დღეს აღარ გადის სატელევიზიაზე, ანუ ჩვენ აღარ მოუწყებლოთ რეგიონებში, ანუ ამ მხრივ ოპოზიცია დღესაც არა მხოლოდ თქვენ, არამედ სხვა ოპოზიციას აქვს უარესი მდგომარეობა, ვიდრე ქონდა დაუშვათ ერთი კვირის წინ. ზოგადად, რა თქმა უნდა, როდესაც ეს კვლევები ჩატარდა, მაესტრო მაუწყებლობდა და იმ პირობებშიც კი კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა ძირითადად ინფორმირდება სამი ნაციონალური არხით. აერაის კვლევები ამას აჩვენებს. იმ პირობებშიც კი იყო ესეთი მაჩვენებლები, რომ ვთქვათ 44% ქვემო ქართლის აცხადებს აერაის კვლევებით, რომ მას არასოდეს არ სმენია ირაკლი ალასანიას სახელი. არამც თუ მოწონს თუ არ მოწონს, სახელი და გვარი არ გამოვრიცხავს. ამას მივი რესურსი. არა, მაგალითს გეუბნებით, რომ მოსახლეობა, როდესაც უყურებს მხოლოდ სამნაციონალურ არხს, რომელიც არის აბსოლუტურად დაუბალანსებელი და არის პროპაგანდისტული იარაღი ნაციონალური მოძრაობის ხელში, იქ 44% მოსახლეობის აცხადებს, რომ სახელი და გვარი არ სმენია, ეს არ არის სუბიექტური მოწონება არ მოწონების საკითხი, არ სმენია. ამისი პირველი ახსნა არის ის, რომ ისინი ვერ იღებენ ობიექტურ ინფორმაციას, არ არიან რეალობის საქმის კურსში. ეს უნდა გამოსწორდეს, ეს სხვათა შორის კიდევ ერთხელ მოვიხსენიებ ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ უნდა შედგეს აუცილებლად თავისუფალი მედია გარემო, იმისთვის რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში და ჩაითვალოს რაც თავია ლეგიტიმურად. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ერთი პოლიტიკური ძალა ნაციონალური მოძრაობა რომ ვიყო, თუ გამოვიყენებ ჩემს პოლიტიკურ რუპორად იმედსა და რუსთავი ორს, იქ რა თქმა უნდა არ ეცოდინება მოსახლეობას, რომ არსებობს ოპოზიციური ძალა ქვეყანაში. ეს იარაღი ჩვენ გვაკლია, კიდევ უფრო შეგვიმცირდა, ამიტომაც თქვენ გახსოვთ, როდესაც მე და ჩემი თანაპარტიელები შევხვდით საელჩოებს და მათ წარმომადგენლებს იმ დღეს, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი შეიჭრა მაესტროს შენობაში, პირველი რაც ჩვენ მათ უთხარით იყო ის, რომ ისედაც მცირე თავისუფალ მედია გარემოში დიდი დარტყმა მიაყენა ეროსი კიწმარიშვილმა იმ პატარა სივრცეს, რომელშიც გაისმოდა ალტერნატიული განსხვავებული აზრი და სწორედ ამით იყო ჩვენი შეშფოთება განპირობებული. ჩვენ ისიც უთხარით ელჩებს, რომ ჩვენ ოპოზიციურ პარტიას თავისუფალ დემოკრატებს არ გვინდა ოპოზიციური იმედი ან ოპოზიციური რუსთავი ორი. ჩვენ გვინდა უბრალოდ თავისუფალი მედიის საშუალება, რომელიც როგორც მაესტრო ამას ახერხებდა და ჟურნალისტების წყალობით პირველ რიგში დაბალანსებული რეპორტაჟები და სიუჟეტები. როდესაც ქვემო ქართლის მოსახლეობას ეცოდინება, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, ეცოდინება, ვინ არის ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილი და შემდეგ გააკეთებენ თავიანთ ინფორმირებულ არჩევანს. გასაგებია ქალბატონთია, მაგრამ გარემო დღეს არის ის, რაც არის, ანუ კვლევების შედეგებიც აჩვენებს ამ სწორედ ეს გარემო ასახული ალბათ კვლევების შედეგებშიც. ამ სიტუაციაში ალბათ უნდა არსებობდეს რაღაც კრიზისული პიარი, რომელიც მოახერხებს ნაწილობრივ მაინც რომ დაძლიოს ის ზღუდეები, რაც არის საარჩევნო გარემოში შექმნილი. მე მაინტერესებს თქვენ გუნდს აქვს თუ არა, ან მუშაობთ თუ არა გეგმაზე, PR გეგმაზე, რომელიც მიგაღწევინებთ საბოლოოდ ძალიან კონკრეტულ შედეგებს, რადგან ნათქვამია, რომ არჩევნებს პრინციპში მაინც იგებს PR-ი, თუმცა მოდით პირდაპირ საუბარი ამ თემაზე გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს თეა წულუკიანთან ქალბატონთია, ანუ გარემო არის ის, რაც არის, რაც რეკლამის
დასაწყისამდე გითხარით. მედი არის იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის და არის უარეს მდგომარეობაში, ვიდრე იყო თუნდაც ერთი კვირის წინ. ანუ გაქვთ თუ არა მზად, ანუ ამზადებთ თუ არა კონკრეტულ PR გეგმას, რომელიც გაგიუმჯობესებთ მაინც შედეგებს ხელისუფლებასთან მიმართებაში. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება არის ძალიან გააქტიურებული, ის გამოვიდა შოკიდან, ის არის მუდმივ შეხებაში, მუდმივ კონტაქტში ამ მომრჩეველთან. ანუ თქვენ გაქვთ გაცილებით რთული სიტუაცია, ვიდრე თქვა გქონდათ თუნდაც ერთი თვის წინ. მე მაინტერესებს თქვენი კონკრეტული PR გეგმა. გავიმეორებ იმას, რომ ძალიან ბევრი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ არჩევნებს საბოლოო ჯამში მაინც იგებს PR-ი და იგებს ასევე საარჩევნო ტექნოლოგიები, რაშიც ხელისუფლებას ახასიათებენ როგორც გროსმეისტერს. მე ვერ შევაფასებ ამას, მაგრამ ასეთი შეხედულებები არსებობს. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ გეთანხმებით არა მხოლოდ უფრო რთულ მდგომარეობაში, არამედ ურთულეს მდგომარეობაში და როგორც ყველა ურთულეს მდგომარეობაში არსებობს ალტერნატიული გზები გამოსავლის მოძებნის მიზნით. დღეს ეს მზად არ არის, მაგრამ სწრაფი ტემპით ამაზე მიდის მუშაობა. ის რომ ეროსი კიწმარიშვილი აღმოჩნდებოდა, ვთქვათ, ერთი მაგალითი რომ ავიღოთ ხელისუფლების იარაღი ერთშვენიერ დილას, ამას რა თქმა უნდა ჩვენ წინასწარ ვერ გავთვლიდით, რომ მას სადღაც ალბათ დაიბარებდნენ და ეტყოდნენ, რომ შიში ასე ვთქვათ, ცუდი რამ არისო და ძალა აღმარცხნავსო და ის აღმოჩნდებოდა იარაღი. მიხეილ სააკაშვილის ხელში ამას ჩვენ ვერ გავთვლიდით, მაგრამ რეალობის წინაშე დავდექით და არც ჩვენ გვახასიათებს, ვთქვათ, შოკიდან ძნელად გამოსვლა. შოკიდან გამოსვლა ჩვენ შესანიშნავად ვიცით და ზუსტი გეგმა მუშავდება ალტერნატიული გზების მოკვლევის და მათი ფეხზე დაყენების. იქნება ეს ბეჭდური მედია, თუ ციფრული მედია, ტელევიზია, რადიო და აგრეთვე სხვა მეთოდები, იცით, დედაქალაქში მართალია, მაგრამ რეგიონების ახალგაზრდებში სულ უფრო მზარდია ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი, ჯერ ეს ის არ არის, რაც დასავლურ ქვეყნებში, მაგრამ მზარდი ტემპი შეინიშნება. ყველა ამ მედია საშუალების უკეთესად გამოყენების თუ არ არსებული საშუალებების შექმნის გზების ძიება ამჟამად მიმდინარეობს საკმაოდ სწრაფი ტემპებით და ეს როდესაც შეიქმნება და უკვე მოცემულობა იქნება სახეზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი. ნურავის შეექმნება იმის აზრი და პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას, რომ რაც უფრო ჩაკეტავენ სივრცეს, ალტერნატიული აზრი თავის გზას ვერ იპოვის. განსხვავებული ალტერნატიული ოპოზიციური აზრი, როგორც დაგუბებული წყალი, მაინც იპოვის თავის გზას და მივა ამ მომრჩევლამდე, თუმცა ეს იქნება ძალიან გრძელი გზა, რომელიც ჩვენ წინ გვიძევს. ეს გზა ისედაც რთული იყო და ეხლა მაესტროს პრაქტიკულად არ მინდა ვახსენო სიტყვა გაქრობა მეშინი ამ სიტყვის, იმიტომ რომ არ მინდა ეს მოხდეს, მაგრამ რეალურად შეზღუდვის მაესტროს საქმიანობის, რა თქმა უნდა, ეს გზა კიდევ გაათმაგდა და გართულდა. მინდა შევეხოთ ცვლილებებსაც საარჩევნო კოდექსში, რომელზეც უკვე გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნა, თქვენ ეს დასკვნა ზეღან უკვე ახსენეთ და მათი რეკომენდაციები. მე მაინტერესებს მას შემდეგ, რაც შეიცვალა ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა. რამდენად აქტუალურია ხელისუფლებისთვის ზუსტად იგივე ცვლილებების განხორციელება, რაზეც საუბარი იყო, ვთქვათ, რვიანის და ექვსიანის ფარგლებში, შემდეგ უკვე იმ ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც წავიდა შეთანხმებაზე ხელისუფლებასთან, ანუ შეიცვალა თუ არა ხელისუფლებისთვისაც უკვე საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში გარემო. ანუ აწყობ თუ არა ის ცვლილებები, რაც აწყობდათ 2 თვის წინ. ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ გვახსოვს, რომ ეს კოდექსი ერთშვენიერ დღეს დილით დადო მაგიდას და თქვა, რომ მე ეს უკვე დავწერეო. და რისთვის მიმდინარეობდა ამდენი თვე მოლაპარაკება, სადაც მათ არ მოჰქონდათ ღირებული წინადადებები, გაუგებარია. მათ იმედი ჰქონდათ, რომ წარადგენდნენ ამ კოდექსს ვენეციის კომისიის წინაშე და ვენეციის კომისია, ასე ვთქვათ, ხოტბას შეასხამდა მოცემულ პროექტს. ეს ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელმა ასეთადაც გაყიდა, გამოვიდა და თქვა, მათ შორის პავლე კუბლაშვილი, რომ ვენეციის კომისია მთლიანად იზიარებს ჩვენ შეთავაზებებს და ეს არის, ასე ვთქვათ, დიდი მიღწევაო, მაგრამ ეს ნამდვილად ასე არ არის. ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნაში მე ვიტყოდი, არის ძალიან ბევრი ის მოსაზრება გამოთქმული, რასაც ჩვენ როგორც რვიანის და შემდეგ ექვსიანის წევრი არაერთხელ ვაყენებდით. ეს დასკვნა მიიჩნევს, რომ
თლიანობაში შეიძლება თუ კი პოლიტიკური ნება იარსებებს ხელისუფლების მხრიდან ეს ამ კოდექსმა ივარგოს იმისთვის რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ პოლიტიკური ნება ამისთვის არ არსებობს. ამიტომ საჭიროა ამ კოდექსის უფრო დაკონკრეტება დებულებებში, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის არაკეთილსინდისიერი და ბრძანდება ხელისუფლებაში, არ მიეცეს ამ კოდექსის პოლიტიკური პროცესის საზიანოდ გამოყენება. კერძოდ რა, ის რომ არ შეიძლება ვთქვათ ერთ-ერთი მაგალითი, რასაც ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, ერთი მაჟორიტარი წარმოადგენდეს ვთქვათ ყაზბეგის რაიონის მოსახლეობას, რომელიც არის მცირე რიცხოვანი და ერთი მაჟორიტარი წარმოადგენდეს აგრეთვე ქუთაისის რაიონის მოსახლეობას, რომელიც თუ არ ვცდებით 15-დან 20 ჯერ უფრო მეტია ვიდრე ყაზბეგის მოსახლეობა. ყაზბეგის მოსახლეობას ზემოსვანეთს უნდა ჰყავდეთ, რა თქმა უნდა, თავიანთი მაჟორიტარი, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ იგივე რაოდენობის, ანუ ერთი მაჟორიტარი უნდა ჰყავდეს 20 ჯერ მეტ ადამიანს. ეს პირდაპირ არის ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამი და მოუწევს ნაციონალურ მოძრაობას, რომ ეს რეკომენდაცია გაითვალისწინოს. ვფიქრობთ, რომ მოუწევს? სხვა შემთხვევაში მე ვერ ვხედავ რანაირად შეიძლება რომ დაცული იყოს ის პრინციპი, რომელიც ლეგიტიმურად აქცევს არჩევნებს, რომელსაც ქვია თანაბარი ხმათა თანასწორობის პრინციპი. თუ ისინი მათ აქვთ მოლოდინი, რომ მომავალი არჩევნები ისე შედგება, რომ ეს სავალალო შედეგს არ იქონიებს ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ ისინი შეცვლიან ამ კოდექსს ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად. ნაციონალურ მოძრაობაში არიან ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ ნაციონალური მოძრაობის მეორე ჯგუფს ადამიანების აგრეთვე, რომ არ შეიძლება ამ კოდექსით თუ სხვა მექანიზმებით ხალხი ნაციონალურმა მოძრაობამ წაიყვანოს რევოლუციისაკენ. ეს არის უტყუარი რამ. არსებობს ამგვარი საღადმოაზროვნე ჯერ კიდევ ნაციონალური დაჯგუფება. ჩვენ ამ ნაციონალებს ხელი უნდა შეუწყოთ იმაში, რომ ეს კოდექსი გაუმჯობესონ და კიდევ სხვა ნაბიჯები გადადგან თუნდაც მედია თავისუფლების კუთხით, იმისთვის რომ ჩვენ და სხვა ოპოზიციურ ძალებს, როდესაც დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, გქონდეს კონკურენტუნარიანი გარემო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ყველა ძალისხმევა გაკეთებული იმისთვის, რომ სწორი გზით წავიყვანოთ ქვეყანა და მთელი პასუხისმგებლობა იმისა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ დაიხევს არაერთი ნაბიჯით უკან, ეს იქნება მთლიანად მათი პასუხისმგებლობა. მე ვიცი ეს დიდი ვერაფერი მიგეშია, რომ შეიძლება არჩევნების გაყალბების შემთხვევაში და ამ გარემოში ჩატარების შემთხვევაში რევოლუციისკენ წავიდეს ქვეყანა, რადგან ისევ გამოკითხებს დაუბრუნდები, მხოლოდ 3%-ია სხვა შორის არა ის გამოკითხვებით, არამედ იაგო კაჭკაჭიშვილის კი, ეს მე ვნახე. მხოლოდ 3%-ია რევოლუციური გზის მომხრე. დღეს საბედნიეროდ მხოლოდ 3% ფიქრობს რევოლუციაზე. ალბათ რამდენიმე თვის წინ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, მაგრამ დღეს შედგა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც დგას იმ პლატფორმაზე მთლიანად, რაზეც იდგა ირაკლი ალასანია, როდესაც გაეროდან გადადგა და ჩამოვიდა თბილისში და როდესაც მას ბევრი შეხვდა ქილიკით, რომ რა დროს არჩევნებია, ჩვენ ეს არის უკვე მიშას გავამწესებთ, მიხეილს ბოდისში გავამწესებთ იქ საიდანაც მოვიდაო. არჩევნები იყო არაპოპულარული თემა. დღეს არჩევნებზე საუბრობს ისეთი დიდი პოლიტიკური სპექტრი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილის ფიგურა, თვითონ პოლიტიკური, საზოგადოებრივი მასშტაბის მქონე ადამიანი და მის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური პარტიები. ეს აღარ არის უკვე საქილიკო თემა. ამიტომაც საბედნიეროდ დღეს რევოლუციაზე მოფიქრალი ადამიანები არის მხოლოდ 3%, მაგრამ თუ ის იმედი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ნორმალურად შეგვიძლია ცვლილება მოვახდინოთ, გაქარწყლდა, იმიტომ რომ ისევ და ისევ ყელში წაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებას და არ მისცა განსხვავებულ აზრს თავისი გზა, მაშინ რა თქმა უნდა შეიძლება ეს განწყობა შეიცვალოს. ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, მაგრამ არსებობს ნაციონალურ მოძრაობაში ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ამბობს იგივეს და აფრთხილებს მეორე თავის კოლეგებს, რომ ხალხი არ უნდა წავიდეს რევოლუციისკენ, ეს იქნება დანაშაული. ამიტომ ვისაც ქვეყნის ბედზე გული შესტკივა, ყველა უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ჩვენ უნდა ჩავატაროთ
კონკურენციის პირობებში არჩევნები. თუ იქ აღმოჩნდება, რომ 22 კი არა 90% დობას უცხადებს გიორგი თარგამაძეს, გიორგი თარგამაძე უნდა იყოს გამარჯვებული. თუ იქ აღმოჩნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მესია, ის უნდა იყოს ჩემდა დასანანად, მაგრამ ისევ ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, თუმცა გულს დავწყვეტ და ვეტყვი, რომ პრეზიდენტი ვეღარ იქნება. მაგრამ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრიც ალბათ ვერ იქნება, იმიტომ რომ ხალხმა შეხედა, რომ მას ამის რესურსი უკვე აღარ აქვს, პრობლემებს უქმნის მხოლოდ ქვეყანას და მეც არაფერს, მან რისი გაკეთებაც შეეძლო გააკეთა, გზები ააშენა, დენი მოიყვანა და ასე შემდეგ, მაგრამ მას მეტი არაფრის კეთება არ შეუძლია და არ იცის და ამიტომ უნდა პოლიტიკური სპექტრიდან გავიდეს, თუმცა კვლევები აჩვენებს ის ჯერჯერობით ისევ საკმაოდ მაღალ რეიტინგს მიხეილ სააკაშვილის და რასთავარიან დობის მაღალ რეიტინგს. ეს არის 75%. მაღალ რეიტინგს აჩვენებს, მაგრამ ეს არის სხვა მოცემულობა, მე სოციოლოგი არ ვარ, მაგრამ მე ვიცი, რომ მთავარი მაჩვენებელი ამ კვლევებში არის ის მაჩვენებელი, სადაც სულ 1 თუ 2%-ია განსხვავება მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ამიტომ მე არ გამიკვირდება თუ ეს კვლევები ნაციონალური მოძრაობისთვის და პირადად პრეზიდენტისთვის იყოს შოკი, მართლაც როგორც თქვენ ახსენეთ ეს სიტყვა, რადგან სულ რამდენიმე კვირაში ბიძინა ივანიშვილი გაჩნდა როგორც ალტერნატივა, რეალური ალტერნატივა. ამას ჩვენ რა თქმა უნდა ხელიდან არ გაუშვებთ, თავად ბიძინა ივანიშვილი არის ბოლომდე მოტივირებული იმისთვის, რომ სწორი გზით წაიყვანოს ქვეყანა არჩევნების დღემდე, რომ ექსცესები არ იყოს, მაგრამ თუ არჩევნები ვერ ჩატარდა კონკურენტ უნარიან გარემოში, შემდეგ უკვე თავის სიტყვის ხალხი იქ ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ მოახერხებს იმას, რომ ქვეყანა არ წავიდეს სწორი გზით. ქვეყანა მაინც წავა სწორი გზით, მაგრამ ამას უკვე გადაწყვეტს ხალხი და გაბრაზებული ხალხი გაცილებით უფრო საშიში მოცემულობაა, ვიდრე ვთქვათ ის ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ მგლის თავზე იკითხოს სახარება და ჩვენ კიდევ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ჩვენი ქადაგებები შესმენილი იქნება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კიანი იყო ჩვენი სტუმარი გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ გიორგი მარგულაშვილთან ერთად დავბრუნდებით. და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს გიორგი მარგულაშვილია ჩვენი სტუმარი. ბატონო გიორგი, პირველ რიგში მინდა აი რა ის კვლევას შევეხოთ, ოღონდ ზოგადად, ანუ მთავარი ტენდენციის თვალსაზრისით. დღეს გამოქვეყნდა ეს კვლევა, ხვალ-გველის ახალი კვლევა, 12 საათზე კეთდება პრეზენტაცია საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების. მე მაინტერესებს, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება საერთოდ ვენდოთ კვლევებს და რა ფაქტორები განაპირობებს, არის თუ არა სწორი ამა თუ იმ კვლევის შედეგი? ხო, მე რამდენჯერმე მილაპარაკია ამის თაობაზე და სულ ერთი და იგივე კომენტარს ვიძლევი, რომ თავისთავად კვლევის მეთოდოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვერ ხედავთ ხოლმე. მეთოდოლოგიის პარალელურად არის რამდენად სუფთად ჩატარებულია რეალურად ესეთი კვლევა. ეხლა როდესაც სოციოლოგები რაღაცა დასკვნებს დებენ, ჩვეულებრივ ეს არის სანდო დასკვნები, იმიტომ რომ ეს მეთოდოლოგია ძალიან დიდი ხანია არსებობს. და ჩვეულებრივ არის ხოლმე სანდო. შესაბამისად, ესეთი კვლევა, რომ ვთქვათ, თეორიაში სოციოლოგიური კვლევა რამდენად გამოხატავს, ხშირად გამოხატავს ხალხის აზრს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ყოველთვის მე ვაკეთებ მარტივ დათქმას, რამდენად სოციოლოგიური კვლევა არა ასე ვთქვათ სუფთად არის ჩატარებული, მე კითხვის ნიშანს არ ვსვავ იმ ადამიანების მიმართ რა როგორ ეს ცალკე თემაა, მაგრამ მოდით ეს საერთოდ გვერდზე გადავდოთ. რამდენად სოციოლოგიური კვლევის მკვლევარი ითვალისწინებდა იმას, რა ვითარებაში ატარებდა კვლევას. ეხლა შევხედოთ შემდეგ, არ ვიცი, დაახლოებით მინდა გითხრათ ესეთი ანალოგია. არის ძალიან რამეს რო ზომავ, მარტივი მაგალითები არსებობს. მაგალითად ზღვის დონის გაზომვა, ხო? ზღვის დონე არის ძალიან ესეთი ფენომენი, ზღვის დონე არის სულ ერთი, რომლის მიხედვითაც იზომება სხვა ფენომენები. აი სხვა სიმაღლეები. წარმოიდგინეთ, რომ არის ზღვის მოქცევა. ხო და ამ ზღვის მოქცევა ან ცუნამი არის და შემოვიდა ეს ცუნამი და არის რომელიღაცა 1 ან 2 მეტრით აიწია წყალმა. იმ მომენტში რომ გაზომო, ხო? იმ წუთშივე შენ მიიღებ სხვა ზღვის დონეს, ხო? ბუნებრივად უნდა იცოდე, რომ აქ რაღაცა სხვა ხდება.
ჩვენი საზოგადოება თუ მკვლევარი ამბობს რომ მე ვიცი რომ ეს საზოგადოება არის საზოგადოება რომელიც არის სერიოზული გავლენის ქვეშ და რესპონდენტი გარკვეულწილად ვერ პასუხობს გულწრფელად ხო შეხო იმის გულწრფელი პოზიცია გაინტერესებს თუ ამას აღიარებს ერთი და ამას უნდა მაშინ აპრიორი აღიარებდეს და ამბობს რომ მე ვატარებ კვლევას არა ჩვეულებრივ ასე ვთქვათ ამინდში არამედ ზღვის მოქცევის მომენტში ვატარებ შესაბამისად რომ გავზომი აქ -2 მეტრი უნდა ვიგულისხმო ხო იმიტომ რომ აიწია წყალმა შესაბამისად ამ ხალხმაც უნდა ჩადოს ამ კვლევაში ეს მომენტი რამდენად მათ დააკორექტირეს თავისი შედეგები იქედან გამომდინარე რომ ეს არ არის თავისუფალი საზოგადოება რომ აქ ადამიანი რომელიც პასუხობს კითხვას ვერ იძლევა პირდაპირ პასუხს ეს ერთი მომენტი მეორე მომენტი რამდენად მათ ჩადეს ასე ვთქვათ გვერდითი მექანიზმები როგორც ისინი გამოიცნობენ ჭეშმარიტ ჩემ მოტივაციას ეხლა მაგალითად სოციოლოგიურ კვლევაში არა ფსიქოლოგიურ ტესტირებაში არსებობს მაგალითად ესეთი მეთოდი გეკითხებიან რომ თქვენ იტყუებით საერთოდ თუ არ იტყუებით თუ რესპონდენტი პასუხობს რომ მე არ ვიტყუები თავიდანვე კვლევის შედეგებით დგება კითხვის ნიშნის ქვეშ იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ მოუტყუებია ხო ესე იგი შესაბამისად ეს ადამიანი იმ დოზითაც კი რომლითაც შეიძლება ილაპარაკოს სიმართლე იმ დოზით არ ლაპარაკობს არამედ ბევრად უფრო მატყუარაა ვიდრე ნორმალური ასე ვთქვათ ნორმალური ადამიანი რომელიც ისედაც იტყუება და აი ამ ფონზე ხო აი ეს ყველაფერი რამდენად დაკორექტირებული არის და რამდენად მოყვანილია ერთიან სისტემაში ეს ცალკე თემაა კიდე ერთი მომენტი თუ გახსოვთ აი 2013 წლის არჩევნები მაშინ იყო ესეთი სერიოზული მომენტი როდესაც მე უკვე განათლების მინისტრი ლომაიად გამოვიდა რატომღაც მთარგმნელის როლში იქ იყო ძალიან სერიოზული მომენტი რომელიც მე მახსოვს რომ აი ხაზგასმით არ გადათარგმნა იქ იყო 21% ხალხისა რომელმაც უარი განაცხადა კითხვის პასუხის გაცემაზე და ეს 21% უბრალოდ კი არ იყრება ხოლმე კვლევიდან ეს 21% თუ 20%-ზე მეტი ადამიანებს რომლებიც შენ არ გპასუხობენ საერთოდ მე უკვე კითხვის ნიშანს ვსვავ რამდენად თავისუფალია ეს საზოგადოება ანუ ბევრი ესეთი მომენტია მაგრამ ამ კვლევებს რო დაუბრუნდეთ ეხლა შეხედეთ რა ვითარება რისთვის იყო გამოყენებული საქართველოში კვლევები ხო რეალურად რისთვის ატარებდნენ ამ სოციოლოგიურ კვლევებს ბევრი ვერსია ამასთან დაკავშირებით ხო როგორ ფიქრობთ ერთი მომენტი არის ის რომ კვლევა შენ გჭირდება აბსოლუტურად გვერდითი მოხმარებისთვის არარეალურად პროცესების დაგეგმვისთვის მე ვამბობ ხელისუფლებას არამედ გვერდითი მოხმარებისთვის ერთი რომ შენი გუნდი შეკრა და უთხრა რომ მე ძალიან მაგარი ვარ აგე არა ვარ ავად პატივცემულ აი სიცხე გავიზომე და 36 და 6 მაგ აი აჩვენო უნდა რომ აი თერმომეტრი და ყველაფერი კარგად არის და საზღვრებს გარეთაც უნდა აჩვენო აი საზღვრებს გარეთ კი არა ერთი მომენტი ეგ არის და მეორე არის როდესაც არჩევნები ხდებოდა ეს იყო ლეგიტიმაციის საფუძველი რომ არა ის ხო მართლა ჩვენ კი არ მოვიპარეთ არჩევნები იმაზე რა ქვია საარჩევნო ყუთებში კი არ შევცვალეთ შედეგები აი კვლევებიც იგივეს ასაბუთებს ეხლა აი ამ კონტექსტში დღეს ჩატარებულ კვლევას შეიძლება გქონდეს მხოლოდ აზრი ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ შესანარჩუნებლად და იმ მერყევი ელემენტების შესანარჩუნებლად რომელიც ალბათ მე წარმომიდგენია რომ ნაციონალური მოძრაობა 99% ეს მერყევი ქიმიური ელემენტებია, იმიტომ რომ ისინი ძალაუფლების ირგვლივ ერთიანდებიან. ანუ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ რომ არ არის სანდო კვლევა. არა, სანდო რო არ არის, თავიდან ერთი ციფრი მინდა, ანუ არ ვაპირებ პროცენტებზე საუბარს, მაგრამ ერთი შეუსაბამოა, რომელიც მე პირადად მომხდა თვალში. ანუ კითხვაზე ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, ესე გადანაწილდა პასუხები. ანუ 32% აზრებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, 27% ბიძინა ივანიშვილს, 10% გიორგი თარგამაძეს. აღარ წავიკითხავ დანარჩენ პროცენტებს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, ვინ არის ყველაზე სანდო ოპოზიციონერი ლიდერი? ანუ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი არის 21%, თარგამაძის 22%. ანუ ნდობის რეიტინგი თარგამაძეს აქვს 22%, როდესაც მას ხმას აძლევს მხოლოდ 10%. ანუ
რა შეგიძლიათ ამაზე? რაზე მეტყველებს? კიდევ ერთხელ ეს ჩემი აზრით არის კიდევ ერთხელ გვერდითი მოხმარებისთვის. ეს არის იმ მაგრამ მოხმარებისთვის თუნდაც გვერდითი მოხმარებისთვის ეს არის თუ არა მე მივხვდი და რამდენად მოხდება ეს თქვა სპეციალისტ თვალში. რომელ სპეციალისტს უნდა მოხდეს თვალში? ეს კვალიფიციურს გვერდით მომხმარებელს. ეს არის პოლიტიკური მოხმარებისთვის და არა სპეციალისტების ანალიზისთვის. ეს არის პოლიტიკური მესიჯი რომ ვარსებობთ ჩვენ როგორც უცვლელი ცენტრი ნაციონალური მოძრაობა და კარგად გვაქვს საქმე. ანუ ეს არის ძირითადი ტენდენცია. ძირითადი ტენდენცია არის ჩემო გუნდის წევრებო ნუ გეშინიათ ერთი და მეორე ოპოზიციური სპექტრი დაყოფილია ორ ნაწილად. ეს არის ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული მესიჯის გადაფარვა, როცა ის ამბობს, რომ საშუალო არ უნდა არსებობდეს და როდესაც შუა უნდა გაიკრიბოს და როდესაც ის ცდილობს და რეალურად ესეც ხდება, იმიტომ რომ ავტორიტარულ სისტემებში ესე ხდება ორი დიდი გრავიტაციის ველის ჩამოყალიბება. ეს არის მაგის ჩვენება, რომ არა ვარსებობთ ჩვენ როგორც სტაბილური უცვლელი ძალა და არსებობს ორი პოლიტიკური ალტერნატივა. აი ამისი თქმის მცდელობა აქა. თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს კვლევა კონტექსტიდან ამოვარდნილია. ისევე როგორც ის ქმედებები, რაც ხელისუფლებამ განახორციელა ივანიშვილის მიმართ, როგორც კი ივანიშვილი გაჩნდა პოლიტიკურ არენაზე, იყო ის ძველი მოძველებული მეთოდები, რომ ცოტა რაღაცა ის ჩამოართვეს, ცოტა ბანკის მანქანა დაუყადაღեց. აი ეს უკვე მზა ისინი, რა ქვია, რაღაც ზაგატოუკები, რასაც ქვია, რაც გააკეთეს. ეს იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი და სასაცილო იყო და პირიქით პოლიტიკური ქულები დაუწერა, ხო, ოპონენტს. ეს კვლევაც, რომელსაც ჩვეულებრივ ატარებენ, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია მოახდინონ რაღაცის, რაც უნდათ რომ გააფორმონ და ახლა ასე ვთქვათ, წინ რაღაც სოციოლოგიაზე დაყრდნობით. აი ეს აბსოლუტურად არაფერ კონტექსტში არ არის პოლიტიკურ რეალობას და ახლა ის რომ ახლა გიორგი თარგამაძე და ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივე რეიტინგით არ სარგებლობენ, ეს ხო ну, რა ვიცი, ხა მარტო რომ არ სარგებლობენ ერთი და იგივე რეიტინგით გამოჩნდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე როდესაც დაისვა კითხვა, მაგრამ არ გამოჩნდა, როდესაც ნდობაზე დაისვა. ხო, ნდობაც ხა ჯერ ისეთი ეს ნდობა რა ფაქტორია, რის მიმართ ნდობა? პიროვნების მიმართ, როგორც ვთქვათ, როგორც კარგი მაგალითად მზარეულს ვენდობი, თუ დავუშვით ხელოვნების კაი შემფასებელს ვენდობი, თუ როგორ ვენდობი. გიორგი თარგამაძეს როგორც კარგ დიქტორს ვენდობი, ნამდვილად, ბევრად უფრო კარგად ლაპარაკობს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. მეც მაგ 21%-ში ვარ, ვინც ენდობა გიორგი თარგამაძის ლექსიკას მაგალითად. კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ, მაგრამ ბევრი დრო არ გვაქვს. ეს არის ლობიზმის თემა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გაჩნდა პოლიტიკური რეალობის შეცვლის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად იყენებდა ამ ინსტრუმენტს და პრინციპში იყენებდა საკმაოდ წარმატებულად. გუშინ გამოქვეყნდა ამერიკული ელექტრონული ჟურნალის სალონის სტატია, რომელიც წერს სწორედ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების აქტიურობაზე, ასევე იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების მიერ დაქირავებულ კომპანიებთან თანამშრომლობენ. საუბარია მაგალითად მაკენის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის რენდი შუმანის კომპანია ორიონზე და კონკრეტულ ნეოკონსერვატორ ჟურნალისტებზე, როგორებიც არიან მაგალითად ელი ლეიკი, ძალიან ცნობილი ჟურნალისტი Washington Times-იდან, ახლა ის Newsweek-ში მუშაობს, დენიელ ჰალპინი Weekly Standard-იდან, ჯენიფერ რუბინი Washington Post-იდან, ჯოშ როგინი Foreign Policy-დან და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტია ჩამონათვალში. ეს არის ძალიან ცნობილი გამოცემები და ასევე გავლენიანი ჟურნალისტები. საუბარი ასევე ძალიან სოლიდურ თანხებზე, რომლებსაც უხდიდნენ ლობისტურ კომპანიებს, უხდიდნენ ლობისტური კომპანიები თავის მხრივ ჟურნალისტებს, იხარჯებოდა მათ მოგზაურობებზე, სადილებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის უბრალოდ ინფორმაცია, რომელიც მე ხა მაყურებელს მივაწოდე, მაგრამ თქვენგან სხვა რამე მაინტერესებს. ამ ჯგუფების მუშაობა ამ შემთხვევაში ეს სტატია საუბრობს ამერიკულ შეერთებულ შტატებზე, თუმცა ვიცით, რომ ევროპაში საკმაოდ ბევრი ლობისტური ჯგუფი ყავს საქართველოს ხელისუფლებას. ვიზე მუშაობენ რეალურად ეს ჯგუფები? მუშაობენ ხელისუფლებაზე, ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფზე, თუ მუშაობენ სახელმწიფო ინტერესებზე, რაც პრინციპში პირიქით ალბათ არის მისასალმებელი. ხო, საერთოდ ეს ლობიზმი ძალიან ესეთი საინტერესო თემა არის და ძალიან საინტერესოდ ასახავს სხვა ჩვენს ამერიკულ დემოკრატიას. იმიტომ რეალურად ლობისტები მიჩნეული არიან, როგორც თქვათ, ასე ვთქვათ, არა იდეალისტი ხალხი, იმიტომ დაახლოებით ისე როგორც იურისტები, იმიტომ რომ ნებისმიერი იურისტი იცავს დაუშვათ მკვლელს და მოძალადეს, მაგრამ და ასევე ლობისტიც პრინციპში იღებს ვალდებულებას, რომ შენი თემა გაქაჩოს. ეხლა, როდესაც ეს ლობიზმი ძალიან საინტერესო ფენომენია ამერიკულ პოლიტიკურ კულტურაში, იმიტომ რომ ეს არის
ფორმალურად დაშვებული პროცესი, როდესაც შენ აძლევ ფულს რომელიღაცა კომპანიას და ის კომპანია ზეგავლენას ახდენს, ინდივიდუალურ პიროვნულ ზეგავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიმღებებზე, რომ მათ შენ სასარგებლო პოლიტიკაში მიიღონ პოლიტიკაში გაგიმართონ, ასე ვთქვათ, ხელი. რეალურად საქართველოს ის რომ საქართველოს უნდა ყავდეს ლობისტური კომპანიები თავისთავად ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, იმიტომ რომ საქართველოს ინტერესების წარმოქმნა ვაშინგტონში და აგრეთვე ბრიუსელში თუ სხვა ქალაქებში, პარიზში ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მე რაღაც არ მე მრჩება შტაბ-ეჭდირება, რომ ის რასაც ეს კომპანიები რეალურად აკეთებენ და რაზეც იხარჯება ჩვენი ფული, არის არა ის რომ დავუშვათ საქართველოს ინტერესები იყოს გაკაჩული, არამედ იმ სტატიების ციტირებით, მეც წავიკითხე ეს სტატია, რაზეც თქვენ ძალიან იმის ციტირებით, რაც იქ წერია, ლაპარაკი არის პირადად სააკაშვილზე. ანუ ერთი არის, როდესაც შენ თქვენს და ჩემს გადასახადების ფულს იხდი იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი იყოს უკეთესი ვაშინგტონში და ევროპაში და მეორე არის, როდესაც შენ ჩემ ფულს იხდი იმაში, რომ სააკაშვილი იქნას წარმოქმნილი. თუმცა რატომაც არა საქართველოს პრეზიდენტის იმიჯზე რატომ არ უნდა იზრუნოს და უშათ რატომ არ უნდა დაიხარჯოს თუნდაც ამ ხო იმიტომ ხო აი ეს ძალიან ისეთი სარისკო კითხვაა საქმე თქვენ რეალურად დღეს ეხებით იმ საკითხს მაგკითხვით რა პრობლემის წინაშე ვდგევართ ჩვენ დღეს ყველანი რომ რეალურად სააკაშვილმა გააიგივა თავისი პიროვნება სახელმწიფოსთან თვითონ თავის მენტალიტეტში გააიგივა თავის პიროვნება და რეალურად ეს ის პროცესი იყო რომელშიც ჩვენ მონაწილეობთ სამწუხაროდ შეიძლება გარეთ ეგრე იყოს რომ საქართველოს არის სააკაშვილი ეს ტრაგიკულია ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მაგრამ ისე რომ შევხედოთ რა მოუტანა ამ ლობისტურმა ფირმებმა საქართველოს საგარეო იმიჯს და სააკაშვილის იმიჯს დღეს აი მარტო იმ პრობლემას რო შევეხოთ რაც ყველაზე მტკივნეულია საქართველოსთვის ხო მე გაგახსენებთ დღეს ლაპარაკია რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ რომ ჩვენ ვილაპარაკოთ პირდაპირ რუსებთან ანუ კიდევ ერთხელ პირისპირ გტოვებენ რუსებთან და პუტინთან არა და მაპატიეთ რომ გაწყვეტნებთ სტატიაში საუბარია სწორედ იმაზე რომ უმთავრესად ეს ლობისტები და მათ მიერ დაქირავებული ჟურნალისტები საუბრობდნენ სწორედ რუსეთზე და რუსულ ამერიკულებზე ლანძღავენ რუსებს ხო ლანძღავენ რუსებს იმ ფონზე როდესაც ამერიკის ადმინისტრაცია მოგიწოდებს რუსეთთან პირდაპირ ლაპარაკს და ყველაფერს თავი დავანებთ ყველაზე დიდი წაგება ქართული დიპლომატიის საგარეო და ლობიზმის საგარეო ეს არის ის რაზეც დღეს ძალიან ხშირად ლაპარაკობთ თორსა ლაპარაკობთ იმაზე რომ კალავინის კომისია საერთოდ შეიქმნა იმის თაობაზე ვინ იყო დამნაშავე ჩვენ ტერიტორიაზე რუსების ტანკის შემოსვლისა ხო აი ეს თემა საერთოდ კითხვის ნიშანი დაისვა აი ეს მაინტერესებს ამ დროს სად იყვნენ ლობისტები როდესაც აი ესეთი საქართველოს დაიპყრო რუსებმა და ევროპამ დაიწყო პროცესი გამოძიების ვინ იყო დამნაშავე. ან დღეს დაპყრობილ საქართველოში როდესაც ლაპარაკი არის იმის თაობაზე რომ ჩვენ პირისპირ ველაპარაკოთ რუსებს. აი ამ ფონზე სააკაშვილის იმიჯი როგორც ენერგიული ახალგაზრდისა პოლიტიკაში ენერგიული გმირისა და ეს იმიჯი თუ გახსოვს გოლიათი და დავითი. აი ამის დასაწყისში წავიკითხე სწორედ ეს ერთია და მეორე არის როდესაც შენი ქვეყნის ინტერესები არის დაცული არა ესეთი იმიჯების და კლიშეების დონეზე არამედ როდესაც შენ რეალურად გეხმარებიან რაღაცა სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებში. მაგრამ მეორე მხრივ ანუ რასაც არ უნდა უწევდნენ, როგორ სამსახურსაც არ უნდა უწევდნენ ქვეყანას ლობისტები. უნდა იყოს თუ არა დაცული იმ ადამიანების ინტერესი, ვინც დაუშვათ კითხულობს და ეყრდნობა დაქირავებული ჟურნალისტის მიერ თქვათ დაწერილ სტატიას. არის თუ არა საჭირო, რომ ამ შემთხვევაში თქვათ ამერიკელმა მკითხველმა იცოდეს, რომ ეს კონკრეტული ჟურნალისტი მუშაობს კონკრეტულ ჟურნალისტიკის სტანდარტებზე ჟურნალისტიკის სტანდარტებზე რომელზეც არის პრინციპში აქცენტი ამ სტატიაში რომ თუ თქვენ დადიხართ საქართველოში და მონაწილეობთ აი ამ რაღაცა ღრეობებში და ძალიან ძვირფას სადილებში რამდენად ობიექტური ხართ თქვენ და ასევე ავტორი ამ ჟურნალისტური სტანდარტიდან გამომდინარე აკეთებს აქცენტს რომ თქვათ მას არ სიამოვნებს ესეთი ტიპის ჟურნალისტიკა. ეხლა ამერიკული ჟურნალისტიკის ბაზარი სამწუხაროდ შეიძლება ამას მოითმეს, იმიტომ რომ არ არის აქტუალური მაინც და მაინც მათთვის საქართველოს თემა. ჩვენ თუმცა ეს ჟურნალისტები ბატონო გიორგი საქართველოს საერთოდ არ ახსენებენ ზოგ სტატიებში. მაგალითად ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს. მაგალითად იმას რომ არ გაამართლა გადატვირთვის პოლიტიკამ. გასაგებია საქართველოსთან კონტექსტში ხო საქართველოს მაგრამ ახლა ამერიკა
ეგ იცით რა შესაქმე მე დღეს მე მგონი მესამედ ვიმეორებ რომ ის რომ ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად არ ნიშნავს რომ ეს ადამიანი არის ჯეფერსონი ხო და ის რომ ადამიანი არის შეიძლება ლაპარაკობდეს რაღაცა ღირებულებებზე არ ნიშნავს რომ ამ ადამიანს რომელიღაცა იმ საზოგადოების წარმომადგენელს მართლა უფლება აქვს შენ გელაპარაკოს თავისუფლებაზე თუ ღირსებაზე თუ თემისა და ინდივიდის დაპირისპირებაზე ხო ჩვენ პრინციპში იმით რომ ამერიკელი ჟურნალისტია რატომღაც ავტომატურად მივარტყავთ იარლიქს რომ ეს არის სტანდარტების დამცავი და ესე არ არის ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა გიორგი მარგველაშვილი იყო ჩვენი სტუმარი დღეს ამით გემშვიდობებით ხვალ 5 საათამდე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ